დღეს ოცნების პროკურატურა მისის თქვა, რომ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მფარველობით საქართველოში ფუნქციონირებდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საუბარია კოლ-ცენტრებზე. საქმეში ფიგურირებს ედროს ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის უსის ყოფილი უფროსი გრიგოლი ლუაშვილი. უცხოელი პენსიონერების დაცვაში მიხილებულია ელისო კილაძეც. ნინი ვალანჩივაძე გვერდდება ამ თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნინი გისმენთ. გეტყვით იმას, რომ 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები ელისო კილაძის სახლში. რამდენიმე წუთის წინ დატოვეს გამომძიებლებმა სწორედ ტერიტორია, მათ დალუქეს კომპიუტერული ტექნიკა და შედგა ჩხრეკის ოქმი. რამდენიმე წუთის წინ ასევე ელისო კილაძის ადვოკატი გამოვიდა სადარბაზოდან. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ მისი პირველი კომენტარი ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩხრეკის ოქმი უკვე შედგა, ჩხრეკა დამთავრდა და ახლობით 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მტკიცებულებებთან დაკავშირებით და მტკიცებულებები რა იყო, მოკლედ რაც წაიღეს განმავლობაში. კი ბატონო, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხრეკა. მიუხედავად იმისა, რომ სახლი მოცულობით ბინა დიდი არ არის, ოროთახიანი ბინა, მაინც ყველა ფურცელი იქნა გასინჯული, წაკითხული, დალუქული, ამოღებული და ამ პროცედურამ წაიღო უამრავი დრო. მნიშვნელოვანი არაფერი, ამოიღეს ერთი ლეპტოპი, ტელეფონი და მეორე ლეპტოპი ბავშვის საწოლი ოთახიდან, შვილის საწოლი ოთახიდან, ბლოკნოტები ამოიღეს, ფლეშკა 2 ცალი, თუ 3 ცალი ფლეშკა და ოჯახის თანხა, რომელიც მეუღლემ დაადასტურა, რომ მისი თანხა ესა, რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ თავ შევიკავებ რაოდენობისგან გამოძიება გეცხადებით. ქართულ ვალუტაში, უცხოურ ვალუტაში? უცხოურ ვალუტაშია, მაგრამ დიდი თანხა არ არის, ახლა ესეთ თანხა რომ სალაპარაკო იყოს, მაგრამ ოჯახის უფროსი ბატონი გიახაშილაძე საბინაში გახლავთ, მან თქვა, რომ ეს არის მისი თანხა პირადი, მას აქვს აგრომეურნეობა, აქვს შემოსავალი ოფიციალური და ნებისმიერ დროს წარმომავლობას დაადასტურებს. ბრალდებასთან დაკავშირებით ბატონო ვალერი, არ ვიცი, როგორ გითხრა. თუ 7 მილიონია მოპარული კოლ-ცენტრიდან და ეს სირეთი თანხა რამეს წარმოადგენს, არის ეს დაადასტუროს გამოძიება. ჯერჯერობით მე რაც ვნახე, ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შესახებ სასამართლოს განჩინება და ინფორმაცია, რაც პროკურატურამ გააკეთა, მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით სადაც წყალწამი რაოდენობის თანხაზე არის საუბარი, თუ შეგიძლიათ. ისეთი არა მნიშვნელოვანი. რამდენი 100 ვარი, 1000 ვარი, 1000 მე ვარ ამ შემთხვევაში და ვიქნა ვერ ვასახელებ, დავასა ამ ეტაპზე არ ვასახელებ. იმიტომ რომ ეს ოჯახთან არის შესაძლებელი, ამიტომ რომ თვითონ ოჯახის წევრებმა მოითხოვეს ასე, არაფერი საიდუმლო იქ არ არის. გააჩნია წყარო ამ შემოსავლის, ასე ვთქვათ, მიღების ადამიანს მიუთით აუქში საიდან აქვს ეს თანხა და გადამოწყვეტა გამოძიების მიერ ეს თანხა ალბათ დაუბრუნდება, იმიტომ პირობაც ასეთია. მაგრამ რაც შეეხება ჩხრეკის საფუძვლიანობას, მე პრეტენზიები მაქვს ამის თაობაზე, როდესაც იქნება სასამართლოს დასაბუთებას იქ წარმოადგენ, თვითონ ბრალდებას რაც შეეხება, ჯერ არ მინახავს ალბათ ხვალ გამაცნობენ საქმის მასალებს, მაგრამ რაც გაავრცელა პროკურატურავ ინფორმაცია იმის მიხედვით, მე ვფიქრობ, რომ ძალიან წყალწყალა ბრალდება სასამართლო პრაქტიკაში ეგეთი ერთობლიობა, რაც ამათ უნდა დაწერეს, ჯერ არ მოხდარა, რაღაცა გამოგონილია და ვნახოთ, მე ამის იქით ვერ გავაკეთებ კომენტარს, იმიტომ რომ რადგან არ მაქვს საქმის მასალები დანახით, ჩემი ნებისმიერი კომენტარი არის პოლიტიკური კომენტარი და არ მინდა ამ რა თქმა უნდა სივრცეში შევიდე პოლიტიკურ პროცესში. თუმცა ვფიქრობ, რომ რაღაც ხელოვნურობის ნიშანი ჩანს. აი რას გულისხმობთ, რაღაცაში რაღაც ხელოვნურობის კონკრეტულად? რაღაცეებმა რაღაც ჩვენებები მიცეს და იმის საფუძველზეა და ასე არ როგორც მტკიცებულება ასე არ იკრიბება. მტკიცებულებას დამაგრება ჭირდება, ჯერჯერობით არ გააჩნიათ მტკიცებულებები. აი ქალბატონი ნათია კორკოტაძე იყო ქალბატონი ელისოს დაკითხვისას გენერალურ პროკურატურაში და არ გადასცეს მტკიცებულება. რაც იმას მიახსენებს, რომ არ გააჩნიათ ეს მტკიცებულება. ვალერი გელბახიანს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ელისო კილაძის ადვოკატს, როგორც უკვე გითხარით, საგამოძიებო მოქმედებები, რამდენიმე საათიანი მოქმედებები უკვე დასრულდა ჟურნალისტის სახლში და წაღებული არის თანხა, თუმცა ჯერ რაოდენობის ამას ადვოკატი ჩვენ არ გვეუბნება, ასევე კომპიუტერული ტექნიკა. რაც შეეხება ელისო კილაძეს, ის რამდენიმე
საათის განმავლობაში იმყოფებოდა დღეს გენერალურ პროკურატურაში და უკვე გადაყვანილი არის რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ჩვენ ეს ინფორმაცია მისმა მეორე ადვოკატმა დაგვიდასტურა. ის გვეუბნება იმას, რომ ხვალ გადაეცემა უკვე საქმის მასალები. საქმე არის საკმაოდ მოცულობითი, საუბარი არის 20 ტომზე და შესაბამისად ამის შემდგომ მას ეცოდინება უფრო მეტი, მას შემდგომ რაც გაეცნობა საქმის მასალებს და შემდგომ უკვე შესაბამისად დაიკითხება ამ საქმესთან დაკავშირებით ელისო კილაძე. სავარაუდოდ აღკვეთის სახით თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე ან ხვალ დღის მეორე ნახევარში ან უკვე ზეგ იმჟელებს. მანამდე კი ჩვენ ადვოკატისგან უკვე ვიცით რა არის პირველი გზავნილი. დაკავებული ჟურნალისტის ის არ აღიარებს ბრალს, ამბობს იმას, რომ საერთოდ არ იცნობს ოთარ ფარცხალაძეს, რაც შეეხება გიორგი მიქაძეს, ის პროცესზე გაიცნო დავით მიქაძესთან დაკავშირებით მეგობრობას კი ადასტურებს და ასევე ელისო კილაძე საუბრობს იმაზეც, რომ ეს ყველაფერი მისი დაკავება უკავშირდება ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მხილების სერიას, მათ შორის აქ მაგალითად მოყავს მას სუსის მოქმედი უფროსი მამუკა მდინარაძე. დაკავების გადმოგცეს გენება პირის ბრალდების შესახებ და გადმოგცეს განჩინება. ეს იყო 2026 წლის 17 თებერვალი დათარიღებული და დღეს დილით დააკავეს. მტკიცებლები და საქმის მასალები არაფერი არ გადმოგცემია. სავარაუდოდ როგორც გამოძიებასთან შევთანხმდი, ხვალისთვის გადმომეცემა მოცულობითია საქმე 20 ტომია და უნდა გავიცნოთ. და ქალბატონი ელისო გადაყვანილია რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში არ არის ადგილები და წაიყვანეს პირდაპირ. რას არ აღიარებს და ამბობს, რომ არის უდანაშაულო. ხვალ მას გადმოგეცემა სისხლის სამართლის მასალები და როგორც წევრი მოგახსენეთ, საქმე მოცულობითია 20 ტომია დაახლოებით. უნდა გავეცოთ და სავარაუდოდ იქნება ზეგისთვის, ანუ 20-ში იქნება. მაყურებელს შევახსენებ, რომ საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის წინააღმდეგ, მათ შორის არის ჟურნალისტი ელისო კილაძე და მათ შორის აქ ფიგურანტებად დასახელებული არის ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, რომელიც პროკურატურის ვერსიით მფარველობდა სწორედ კოლ-ცენტრში. საგამოძიებო მოქმედებები, როგორც უკვე გითხარით, ელისო კილაძის სახლში დასრულებული არის და უკვე აღკვეთის სახით თბილისის საქალაქო სასამართლოში მის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ან ხვალ ან უკვე ზეგ იმჟელებს.